ადგილები მასპინძლებმა პატივი მიცეთ ცხოვრებს და მასპინძლები რომ ფეხზე დადგებით უფრო კარგად დაგინახავთ მე თქვენ. ისა ბატონებო არი ახალგინა მოგზაგი ბატონებო ნანა მოგზაგი დიდი მიჩა აი კანტა საბატონებო მოგესალმებით ყველას. კიდევ ერთხელ დავიკავოთ ადგილები, რომ აი ეს რიგები გამათავისუფლოთ, რომ ხალხი როზის, იმათ ამოვეფარებით. ძალიან მიხარია, რომ სავსეა დარბაზი, ძალიან მიხარია, რომ ბევრი ვართ, სალოცავს უხდება ხალხის სიმრავლე და მადლობას მოგიხდით ყველას მომგზავრებისთვის და მოლოცვის რომ გინდათ გაიზიაროთ ჩვენი სიხარული. მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, ministrებს, საბატონ მაკა ოკერიშვილს, საბატონ გია ხრედიანს, ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს, პარლამენტის წევრს, ვიცე-სპიკერს, ბატონ გია ვოლსკის, ისრაელის ელჩს, ბატონ ვალიდ აბუ-ხაის. ეს კიდე გვესურვა ბორჯომის მერი ბატონი მამუკა გელაშვილი. ჩვენ ბელგორები ბევრი ყავს, ყველგან ყავს, ყველა იზიარებს ჩვენს სიხარულს. ბატონი ლევანი ოსელიანი სახალხო დამცველი და საერთოდ ყველას მოგესალმებით, საკრებულოს წევრებს, პარლამენტის წევრებს, ნებისმიერი უწყების ხელმძღვანელებს. მივესალმებით სტუმრებს ისრაელიდან, ბატონი მარკ ეფრაიმოვი და მისი ხელმძღვანელობა, მისი მეგობრები ჩამოვიდნენ ისრაელიდან სპეციალურად. ისრაელის კონსულს ბატონ მეირს მივესალმებით. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენ ცხოვრებას თავისი წესები აქვს და როგორც ახალი წელი არის სოფლიოში მიღებული იმედების წლა და იმედების დღეთ, ისეა ჩვენთვის ხანუქის დღესასწაული, რომელიც განასახიერებს გამარჯვებას სინათლისა, სიმრავლეზე, სიკეთისა, სიმოროდოზე. მე მინდა რომ მადლობა გადაგიხავ კიდევ ერთხელ და მოკლედ, მაგრამ სანამ მოკლეში თქვენ გამოვალ მინდა რომ ისრაელის და საქართველოს ჰიმნები შესრულდეს. თუ საქართველოს Yeah.
ჩვენი ბავშვები ყველა ხო ბავშვები სულ ყველა უყურა დიპლომატიური კორპუსი არის და ყველა ეფარებით სულ ყველა არ ამდინარაზე ეშიბის ხალხი ცოტა უგანდაციეთ მინდა მივესალმო დიპლომატიურ კორპუსს მადლობა მოუხადო მოგზაურობისათვის ეს არის პატივისცემა ჩვენს მიმართ პირველ რიგში რა თქმა უნდა პატივისცემა ქვეყნის მიმართ და მინდა რომ მათთან და ჩვენთანაც ყოველთვის ყოფილიყო საზეიმო განწყობა და სიწყნარე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო რელიგიის სააგენტოს უფროს ბატონ ზაზა ვაშაკმაძეს და მთელ მის კოლექტივს, რატო ჩვენთან კიპურში გვაქვს ერთი დღე რომ ყველა ერთხანს ბოდიშუხტით მთელი წელი თუ კი რამეზე გავაბრაზეთ. ოღონდ მე ვაგრძელებთ ეს ხელახლა ერებს უთხოვდა. მთელი წელი მე ერებს უთხოვდა და ეს დღე გვაქვს რომ ბოდიში მოუხადო. ბატონ ზაზა მოგზაით ვიდა ციფრად გემოგცეთ. და ყველა თემაზე მასთან მაგ დავები, მაგრამ ერთი თხოვნა იქნება ბატონობრებები იქნება რამენაირად ცოტა გააზრიეროთ ამათი ორგანიზაცია, ცოტა და რა თავარია კანონი რელიგიის შესახებ, იმიტომ ძალიან ბევრი ფსევდო რელიგიური ორგანიზაციაა შექმნილი. ძალიან თუ იმეს შეუძლია მართოს კი ბატონო, მაგრამ რა ვიცი. მაგრამ უბრალოდ ძალიან და იგივე ახლა თქვენ NGO-თან დაკავშირებით რაც ხდება ქვეყანაში, გამჭირვების კანონი მე სინაგოგაში 10 წლის შემოვიდე. და ეხლა ხან დავადგინეთ რომ 63 ებრაული ორგანიზაცია ყოფილა დაფიქსირებული. როცა 10-12-ზე მეც ვერ ხედავ და ვერ ვძნო. და ალბათ ეს თემაც მისახედია, მაგრამ დანარჩენს ბატონი ზაზა იტყვის მე კიდევ ერთხელ თელკო კოლექტივის მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ ხანიხან თხოვ ხელფასი რა თوار მიხდით მეთქი ისებში რა თავარ ამათთან. მოგესალმებით, მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივესალმებით ქალაქის მერს, მივესალმებით მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, მოგესალმებით რაბინებო, ბატონ ვიცე-სპიკერს, ყველას მოგესალმებით მეგობრებო, დიპლომატიურ კორპუსს. განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ განსაკუთრებული ურთიერთობა არსებობს ქართველებსა და ებრაელებს შორის და ამის დასტური გახლავთ ის სავსე სინაგოგა და დარბაზი და ამის დასტური გახლავთ ბატონებო ის 26 საუკუნოვანი ურთიერთობა 27-ე დაიწყო პრინციპში უკვე კითხვის ნახევარი გავიდა ლამის თვითმფრინავ, რაც ქართველებს და ებრაელებს შორის არსებობს ათასწლეულების განმავლობაში და ეს უნიკალური ურთიერთობა დღემდე გრძელდება და დარწმუნებული ვარ, მანამ გაგრძელდება სანამ სამყარო იარსებებს და სანამ ქართველი და ებრაელი იარსებებს დედამიწის ზურგზე. ეს არის ლოგიკა და აქსიომა და ამის დასტური გახლავთ ის რომ მე ბედნიერი ვარ იმ ქვეყნის შვილი ვარ, სადაც ამ ათასწლეულების განმავლობაში არც ერთი ანტისემიტიზმის შემთხვევა მოხდა ქართველებს და ებრაელებს შორის, არც ერთი ნიადაგზე, არც ეთნიკური მიმართულებით, არც რელიგიური მიმართულებით და უბედნიერესი შვილი ვარ ამ ქვეყნის სახელმწიფოსი, სადაც მსგავსი პრეცედენტები სამწუხაროდ არ არის, მაგრამ ჩვენთან გამონაკლისია იმ კუთხით, რასაც გვია ის ურთიერთობა და ალბათ საზოგადოებაში ცნობილია, მაგრამ მე კიდე გავიმეორებ, სწორედ ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებით იქნა მიღებული ამ ქართულ-ებრაული ურთიერთობების დასტურა და მეგობრობის ნიშნად მთავრობის დადგენილების დონეზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მიენიჭა და დღეს ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი ურთიერთობა გავიტანოთ მსოფლიო დონეზე და იუნესკოს მიერ იყოს აღიარებული როგორც უნიკალური ურთიერთობა ებრაელებისა და ქართველების. მადლობას მოგახსენებთ. თითოეულ თქვენთაგას მე ერთს დავამატებ, აღარ შეგაწყეთ ბატონებო, უნიკალურია ურთიერთობა საქართველოსა და ებრაულ თემში და ბატონო მერანობა შემთხვევით ათქვა, რომ თითქმის ყველაფერზე ვაწუხებთ ერთმანეთს. თუ ჩვენ გვჭირდება მათ, თუ ისინი მათ ჭირდება ჩვენ. ისე არ არიან მოვიდებულები პირდაპირ ვიტყვით, ნებისმიერ თემაზე მოდიან ნებისმიერ შემთხვევაში და ეს ესეთი გამონაკლისი ურთიერთობა შეიძლება ითქვას სამაგალითო იყოს ამ შემთხვევაში მე რადგან რელიგიის თემატიკით ვმუშაობ სხვა რელიგიებთან მიმართებაში და ფაქტობრივად არასდროს როგორც თანამშრომლები და მეგობრები ისე ვარ და ეს ურთიერთობა მე აისახება საზოგადოებაში, ქვეყნებში, ჩვენი ერებს შორის და მე ყოველთვის მზად ვარ და ჩვენი სახელმწიფო და ხელისუფლება ყოველთვის მზად არის რომ მაქსიმალური გააკეთოს ამ ურთიერთობებს და დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა საზოგადოებას და ეს წკირვალი დღესასწაული, რასაც ხანოქის დღესასწაული ქვია, სიყვარულის სინათლის გამარჯვების და ბოროტებაზე გაგრძელებული იყოს ყოველთვის. მადლობთ. სიტყვა მინდა გადავწე ისრაელის ელჩს, უпроსორად ისრაელის ელჩს საქართველოში ბატონ ვალიდ აბუ-ხაის, ახალი დანიშნულია ელჩიც, ახალი დანიშნულია კონსულიც. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ არ ქონდა ჩვენ ნორმალური ტკბილი ურთიერთობა წინა ორ ელჩთან. იმედია ჩვენი შეხვედრის მერე იმის საფუძველს იძლევა, რომ ბატონი ელჩი თავის საქმეს შეასრულებს პირნათლად
და ყოველთვის იქნება თემის გვერდი და ყოველთვის იქნება რა თქმა უნდა სახელმწიფოს გვერდი. For being official, good evening, Prime Minister, Minister of Foreign Affairs, Mayor of Tbilisi, fellow ambassadors, distinguished guests, friends. As the first light of Hanukkah, we light today the first candle of Hanukkah here in Tbilisi and around the world. We do it with heavy hearts. During the Hanukkah gathering in Sydney, Australia this morning of time of Tbilisi, members of the Jewish community there were targeted in a cruel act of terrorism, simply for celebrating what they are. We mourn with the victims and their families, sharing their pain, and send them our deepest condolences. This anti-Semitic terror act in Australia, leaving many casualties, is a chilling reminder to Australia and to us all that Jew hatred is not abstract, it kills. Back to Tbilisi here. It's a great privilege to join you this evening for the lighting of the first Hanukkah candle here in the beautiful and historic Great Synagogue of Tbilisi. For me, as a newly appointed ambassador of Israel to Georgia, this moment holds special meaning. It symbolizes a new beginning filled with a promise for hope and light. Hanukkah reminds us all that miracle occurred when a small nation stood firm against forces far greater than itself. The Maccabees fought for the right to live freely, to preserve their identity, and to worship without fear. They faced powers that wished to extinguish their spirit, yet their determination transformed a moment of near despair into a lasting symbol of hope. Today, Israel also faces threats from those who openly seek its destruction. We confront the dangerous ambitions of Iran and their violent organizations it supports, actors who destabilize our region and attempt to harm innocent lives. Since October 7, 2023, especially, Israel has gone through difficult days and made heavy sacrifices. Yet our people have shown remarkable unity and resilience. And just like the Maccabees, we continue to kindle a new light even in challenging times. One of the most notable expressions of this light of Israel is the creativity and innovation of our people. Our thriving startup ecosystem, world-class research, and dynamic and strong economy are not only achievements, they are a modern miracle. They demonstrate that even in moments of pressure, Israel continues to generate new ideas, strengthen its society, and contribute to global progress. Here in Georgia, this message resonates deeply. The relationship between the Jewish people and the Georgian nation stands as one of the most extraordinary examples of coexistence and friendship in history. For more than 26 centuries, Jews lived in Georgia with dignity, preserving their heritage and becoming an inseparable part of this society. It's a legacy that commands deep respect. Today, the bilateral ties between Israel and Georgia continue to evolve with purpose and vision. They are guided by mutual respect, shared values, and genuine commitment to cooperation. As ambassador, I am dedicated to advancing this partnership, broadening opportunities, and fostering collaboration between our two nations and countries. As we light the first candle tonight, may its flame shine as a blessing for the Jewish community of Georgia, for the state of Israel, and for Georgia and its remarkable nation. Let this candle be also in the honor of the victims of the terror attack in Sydney, Australia, a promise that hatred will not silence our faith or our humanity. As we light the first candle tonight, may this Hanukkah bring miracles to our home and families, light to our hearts, and peace to our region, to your region, and to the entire world. Chag Hanukkah Sameach. ცოტა
დროს რო ვანაწილებ ყველას უწუთი მივეცე, ჩვენთვის 10 წუთი დავიწერე, მაგრამ აიც დღეს დღესასწაულია, ბატონები მინდოდა რაღაც პრობლემებიც მელაპარაკე, მაგრამ რახან დღესასწაულია, რახან მოსაუწყო ყოფილით, იქნება გამოვნახოთ დრო მეშარშენად შეგახსენებთ, თქვენ ადმინისტრაციულ უპროცესს შევახსენე, მაგრამ არავინ შემექმეანა დროზე ეხლა ფანჯრიდან არ ვაპირებ შემოსვლას, თუკარებიდან არ მიდები, ფანჯრიდან არ შემოვა. ამიტომ იქნებ გამოვნახოთ დრო, რომ შევხვდეთ და თუ პირამე პრობლემა მაქვს და ბევრი არ აგვაქვს, მაგრამ შეიძლება ვისთვის როგორ არის. იქ ვიტყვით. მინდა ჩვენ ესე გვაქვს ყოველთვის ვაჯობთ ხოლმე გამოჩენილ ებრაელებს და ქართველებს განსაკუთრებით წვლილისათვის. რა თქმა უნდა, ებრაელის ცოტა ორმაგად თუ სამაგად ვაფასებ, არის ებრაელი, რომელიც ქართულ ებრაულ ურთიერთობაში ღებულობს მონაწილეობს, არის ებრაელი, რომელიც მარტო ებრაულ თემში, მაგრამ ესეც მისასალმებელია ჩვენი, მაგრამ ქართველების და არაებრაელების მიერ გაწეული ჩვენ და მის თანამდებობა უფრო მეტად ასმაგად ვიფასია ჩვენთვის. ამიტომ დღეს მინდა დაჯილდოებით დავიწყოთ დღეს უბრალოდ დღესასწაულს დავახსნათ ბატონი გია გუგუშვილის გამოფენა, ნახატების გამოფენა ებრაულ თემატიკებზე. ეს ყველას გასაგონად მინდა რომ გამოფენა გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში 12-დან 5 საათამდე და უფრო კარგად, უფრო მეტ წესიერად განლაგდება ექსპონატები, ნახატები ბატონი გიაში, თან ეს არ არის მხოლოდ მონახაზები და ნახატები, მართლა ჩემზე ბევრი იცის ჩვენი რელიგიის შესახებ, აი ნახატების ახსნა რო დამიწყო და ეხლა შეიძლება ვთხოვო ხანიხა რაბინებს ერთად ბატონო გია გაგვიცილებით ჩამიდაროსხმია. მე მადლობას მოვახსენებ ბატონ ეკა კიკოზაშვილის ხელის შეწყობაში ამისთვის და მინდა ბატონ გია მომზაით მინდა დავაჯილდოვო დიპლომი გადაეცემა გია გუგუშვილს ქართულ ებრაული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებით წვლილისათვის. ბატონო გია, ეს შეიძლება ძალიან ცოტაა, შეიძლება კი არა, მართლა ძალიან ცოტაა. ჩემთვის უბრალოდ კაი გამოხედვა, კაი გვერდზებრობა, მით უმეტეს ჩვენ რუაში ბრაზილი კაცი ხართ, ჩვენთან ცხოვრობდა ჩვენზე მეტი, სულ ებრაელების წრეში იყავი და მინდა დღეგრძელობა გისურვოთ, წეღან ვილაპარაკეთ ჩვენ, რომ უფრო დიდი გამოფენები რომ მოვაწოთ, უფრო დიდ დაბაზებში. მოგესალმებით, კალბატონები და ბატონებო, მთავრობის წევრებო, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები. დიდი პატივია ჩვენთვის. მართლა ებრაულობაში ვარ გაზრდილი მთელი ახალგაზრდობა და რაღაც სხვა განცდა იყო, როდესაც პირველად უნივერსიტეტიდან კალბატონი ეკატერინე ნავროზაშვილი და კალბატონი ეკატერინე თხოვეს რომ ებრაულ თემაზე შემექმნა ნამუშევარი და ეს განცდა რომელიც რაღაც სადღაც ილექება, რაღაც დრო გადის და შემდეგ ღებულობს გამოფენის ფორმას, აი აქ არის წარმოდგენილი, ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის. ხანუქას გილოცავ, ცადე რომ დამეხატავ, ცადე რომ თქვენთვის პატარა სიურპრიზი მომეწყო. არაებრაელისათვის ძალიან რთული ყოფილა, მაგრამ სიყვარულს არ აქვს საზღვრები. გილოცავთ დღევანდელ ბედნიერ და გახარებულ დღეს. ბატონ მერაბს განსაკუთრებული მადლობა, ცოტა ღელა და გამორჩა. მე მინდოდა დღეს დამეჯილდოებინა ბატონი იოსებ ბარდანაშვილი, ცნობილი მუსიკოსი, რომლის სპექტაკლის პრემიერა იყო ერთი კვირაში, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხა ჩამოსვლა და მე შევთანხმდით, რომ რომელიმე წარმოდგენა რო ჩამოვა, მაშინ გადავცემ. მაგრამ დღეს მინდა მოვიწვიო ბატონი დავით დავარაშვილი. ადამიანი, რომელმაც წეგან დავაზუსტეთ, მაგრამ სათვალავიც აერიო კი 50,000-ზე მეტი ბავშვის ჯოვერობას მიიღო მონაწილეობა. ბატონო დავით. ბატონო გამოვატარეთ. წყნარად აკეთებს თავის საქმეს. წყნარად აკეთებს და სიყვარულით აკეთებს და ბატონო დავით მოგზაინეთ. დიპლომი გადაეცემა ბატონ დავით დავარაშვილს ქართულ ებრაულ ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებით მისათვის.
ერთი ერა რომ სტატისტიკა ეხლა უნდა მოვთხოვო რამდენი ებრაელი იყო, რამდენი ქართველი იყო, მაგრამ არ ვიდა. ყველა ჩვენი ქვეყნის შვილები იყო. სწორედ. დიდი მადლობა ამისთვის. ჩემთვის დიდი პატივისცემა რომ გამოვდივარ. ჩემი მოღვაწეობა დაკავშირებულია გამრავლებასთან. უკვე 55 წლის ეკილი ვარ და ჩვენ ხელში გაიარა 55,000-მდე მშობიარობა. ნაკედან მე მინდა აღნიშნო, რომ ძირითადად რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იყო, მაგრამ დაახლოებით 1500 ისრაელის მოქალაქედ დაიბადა ჩვენ კლინიკაში, იმიტომ რომ პროგრამები თვითი და ამიტომ ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ხელად დიდ საქმეს ვაკეთებ, იმიტომ რომ ყოველივე ახალი სიცოცხლე, რომელიც იბადება და ჩდება ეს მთელი სამყაროა, მთელი ახალი მომავალი და დიდი იმედებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ სოფლიოში. დიდი მადლობა ყველაფერს. შემდეგი ნომინანტი ბატონი მამუკა ბუცდიგიძე თუ არის დარბაზში. ებრაისტი, თარგმნელი. ვერ ხედავ დარბაზში, მაგრამ არაუშავს, ჩემ მეზობლად არის ვაგის ოფისი და იქ მიუტან იქ გადავწე. და მე წერა რელიგიის სააგენტოზე ვილაპარაკე, რომ ხშირად ნერვებს უშლი მეთქი, მაგრამ არანაკლებ ნერვებს უშლი მე ქალბატონ ეკა ბურჯანაძეს. ისრაელის ელჩებთან თუ პირამე ის ქონდა მე იმათი ენა არ ვიცოდი, იმათმა ჩემი ენა არ იცოდა და მიწევდა ხოლმე მასთან ხანიხარ მისაწევას. მე თქვენს მინდა ბოდიში მოგიხავ და ხავთ გობზანდეთ. იგივე ფორმულირებით თქვენ წაიგეთ ეს ისახია. დიდი მადლობა, ცხოვრება ნამდვილად იშვიათად გვთავაზობს ასეთ სასიამოვნო და სიურპრიზებს. მე ბედნიერი ვარ, რომ ბედმა გამაკავშირა ებრაელ ხალხს და ისრაელის სახელმწიფოს. დიდი მადლობა და ჩემი უდიდესი პატივისცემა. ბატონო მე რა პირადად თქვენ. როგორც თქვით ეგან ჩვენ ბოდიშვილი და მე ისე ვაგრძელებ ნევრების საჭიროს. ამ ერთი თვის წინ არა ისე ისრაელის ელჩებია დამოკიდებული მე ქალბატონ ეგასა როგორ მოვიქცევი ხოლმე. ამ ერთი თვის წინ ორი თვის წინ ვარზები ხო ბატონო გიორგი? ორი თვის წინ შედგა 30 წლის წინ დაწერილი სიმღერის პრემიერა. ბატონო გიორგი, მობზაი თქვენ ჩემზე კარგად ახსნით ამას. სპექტაკლის ავტორიც აქ არის ბატონი გურამი და შემსრულებელიც აქ არის, რა თქმა უნდა, დაწერილია ბატონი გომარ სიხარულიძის, მისი მობზაი თქვენ ჩემზე კარგად ახსნით და მე მგონი მე ჩავიდე ჯობია, იმიტომ რომ მოგესალმებით. დღეს ულოცავ მასპინძლებს სიმღერას, რომელსაც შევასრულებთ, საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ქუთაისში მესხიშვილის თეატრში დაიდგა სპექტაკლი ვალი, რომლის ავტორიც გახლავთ ბატონი გურამ ბათიაშვილი. ეს სპექტაკლი ეძღვნებოდა იმ მოვლენას, ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც იმ პერიოდში მძაფრად იდგა ჩვენს ქვეყანაში. ებრაელები ტოვებდნენ თავიანთ მეორე სამშობლოს, საქართველოს, მიდიოდნენ ისრაელში და ეს იმდენად ფაქიზი თემა იყო, იმდენად ტკივნეული და თბილი თემა იყო, რომ ამასთან დაკავშირებით ბატონმა გურამმა შესანიშნავი პიესა დაწერა, რომლის რეჟისორიც გახლდათ ნატლიაჩები გოგი ქავთარაძე და მუსიკა დაწერა მამაჩემმა გომარ სიხარულიძემ. ეხლა ჩვენ შეგისრულებთ ამ სიმღერას. შეასრულებთ ჩვენთან ერთად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მომავალი ლოტბარები.
ამაზე კარგი რა ვიცოდი ან რა მევადო თუმდა სოფელი ველმინდვრები გადაზვინული სიზმარში ხავდი და ჩოქილი გეწაფებოდი თუმდა სოფელი ველმინდვრები გადაზვინული სიზმარში ხავდი და ჩოქილი Oh,
ვცდილობ ყოველთვის ვარ ვახერხებ და შეიძლება ვერ ვაკეთებ თუ არ ვაკეთებ, მაგრამ აი სტანდარტები დამეცვა რა ბიაკოფის თქვენთვის ვამბობ. ქალთა და ქალების ეკითხავი მაინდა იქ ღეროდნენ, კაცებმა ათიმღერეს და საერთოდ ერთი იყო. წესი არ დამეგვია, მე ვერ გაგიწეულით მე. მაგრამ ეს სიხარულად კარგია, ყველაფერი კარგია, მაგრამ დღესდღეობით როგორც შევიტყვეთ, მოხდა ტერაქტი ავსტრალიაში, ძალიან დიდი უარყოფითი და ძალიან ცუდი შედეგებით. და ეს წესით და კანონით თითქოს უნდა იყოს ჩვენთვის, ყველასთვის, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ, როგორ უნდა ავიცილოთ, მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრება ცოტა იმ გზით არ მიდის, არ ვიცი ეს ჩვენი ბრალია თუ თანამედროვე გლობალიზაციის ბრალია, ძალიან ცუდ როლს თამაშობს. აი არ ვიცი რაღაცაერთ ვიღაცას ამ ვიდეო ამაზე დალაპარაკება, ცუდი როლი არის სოციალურ ქსელებში რა ხდება, განსაკუთრებით სხვებს არ უყურებ და სხვებზე არ მეშლება ისინი როგორც ქართული საიტებია შექმნილი, რომლებიც თესავენ როიტყვენა ყველანაირ სიზულის ხალხებს შორის და ამაზე რაღაც შეზღუდვები და რაღაცა რეგულაციები უნდა იყოს ახლა. უისწავლება და დარიგება და შეკვეთების მოსება რა თქმა უნდა ადვილია, მაგრამ აი მინდა რომ ვიმუშაოთ ამაზე და თქვენ მთავრობა უნდა იმუშაოს ამაზე, რომ რამენერად გაემიჯნოს. ჩვენთანაც არიან შეიძლება ბევრი არაწესიერი და არა ის, მაგრამ რაღაცაერთ უნდა მოხდეს, არ უნდა ხდებოდეს. პირადი დაპირისპირება არ უნდა გადადიოდეს ეთნიკურ დაპირისპირებაში. არ ვიცი, ახლა მე ამაზე ლოცვისთვის რაბინები არიან, რა ბიაკო, თქვენ გთხოვთ. მე უბრალოდ სამწუხარი გამოთქვი და თქვენი სახელით მიუსამძივრებ დაღუპულების ოჯახებს და რა ბიაკო, თქვენ გთხოვთ, მობრძანდეთ, შეასრულოთ თქვენი სიტყვით გამოყვიდეთ, ბატონ რახავილთან ერთად მოიწვიოთ, ბატონი პრემიერი რომ შეასრულოს თავისი მთავარი მისია ლევანები. გუშინ ღამე გავიგე რომ ჩამოდიოდა, არა მე მაინც ჩამოვა. და ერთი სიურპრიზი კიდე გელი დღეს რაბიაკოვის შესრულებით. მოგესალმებით საქართველო, ისრაელო, ბატონო პრემიერი. ახლა ბატონო მაკა ასევე მინისტრები, რომლებიც დღეს გავიცანი. ცნობილი ჩვენი ზაზა, ჩამოსული სტუმრები, ყველა კუთხედან, ისრაელიდან ჩამოსული დელეგაცია, რომელიც ჩამოყვა პირადად. ცოტა პატარათი ოდნავ ფეხმა შემაწუხა და ბოდიში ხოვილობრო ცოტა ასეთ ფორმაში ვარ, მაგრამ თავს მაინც ვაძალებ და ფეხზე მაინც ვდგავარ. მე მინდა რომ მოგილოცოთ ეს დღეს ასწავლი ხანუკა. აქ სპიკერია ჩვენთან ერთად პატრიციული კიავოვსკი, რომელიც გამოსვლებში ალბათ ჩემზე კარგად ილაპარაკებს. მაგრამ ხანუკას მე მგონი ცოტა მე უკეთესად შეგასწავლით აქაურ ხალხს და ერთი რამე მინდა ვთქვა. ისტორიულად ჩვენ ქართველი ებრაელები 2600 წელი მეტი თან საქართველოში ცხოვრობთ. ყოველთვის ამაზე ისტორიული და აკადემიური ლაპარაკი მიდის. ვინ იყო უფრო ადრე აქ? ქართველი თუ ებრაელი? და გაურკვეველია ცოტა ეს თემა. იცავს რომ ქართველი მეტი ადრე იყო, იმიტომ მიმართმა მიგვიღენ ჩვენ ებრაელები, ამაში ეჭვიც არ მეყარება. მაგრამ ისტორიულად ფაქტია რომ რომელ დღესაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ, ეს მოხდა 2193 წლის წინათ. ესე იგი იმ პერიოდში, როცა ჩვენი წინაპრები მაქაბები ბრძოლობდნენ ისრაელში თავი დაეცვათ დიდი იმპერიისგან, საბერძნეთიდან მაშინდელ დროს საქართველოში ებრაელები კარგად ცხოვრობდნენ. ჩემ მამა პაპას ის უბედურობა არ უნახავს. დევნა, შაბათის არაშენახვა და რელიგიის
მოწყვეტა, რაც უნდა მტერს, ჩვენი განადგურება სულიერად ფაქტია, ჩვენ აქ ვიყავით, შენახულები ვიყავით. სპარსეთმა რომ იმდომა 2500 წლის წინეთ ისრაელის მოსპობა, ძველი ისტორია, ახაშვეროში, ამანი, ფურუმი, ცნობილია ყველასთვის. მაშინ ჩვენი მამა პაპანი საქართველოში კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ გადმოგცენ ჩვენმა ძმებმა, რომ ასეთი რაღაცა მოხდა და ჩვენც ყველა შეუერთდით იმ ზეიმს, რომ ჩვენი დიდიერი, მარადიული ისრაელი ღმერთმა შეგვინახა. მე ამიტომ და რაღაცა აღვნიშნო. ამას ნიშნავ, რომ ქართველი ებრაელი საქართველოში დამშვიდებულად ცხოვრობდით ყოველთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ბოდიში მე პოლიტიკაში არ შევდივარ, ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა. მაგრამ ძალიან კარგი ლიდერები ყავთ საქართველოს. ძალიან მაგარი ხალხი. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ბიძინას. პირადი მეგობარია ჩემი. მაგარი მეგობარი. თქვენ მას იცნობთ ამ დროებიდან, ახლო პოლიტიკებიდან, მე მას ვცნობ მოსკოვიდან. როცა კიდე 30 წლის წინეთ რაღაცა მადლები გვაქვს ერთად გაკეთებული. პატარა რაბინი ვიყავი, მაგრამ ჩემი საქმე გონდა, ხალხს ვეხმარებოდი. დამჭირდა, გავიცანი კაცი ბანკირი, მივმართე, შემომიერთა. ასე გავიცანი კაცი. ძალიან მაგარი ადამიანი. და მე ვიცი, რომ მისი გადაწყვეტილებები საერთოდ სიკეთეს მოიტანს საქართველოსთვის და იმედი მაქვს, რომ მართლაც ყველაფერი ასე იქნება ღმერთის წყალობით. როცა ბატონო პრემიერო წარმატებები მოდიდება გეგეძლიერებინო საქართველო სოფლიო დონეზე. ხალხი ზოგი ვერ იგებს, მაგრამ ცოტა სიფრთხილეა საჭირო მეზობლებიდან. და ეს პოლიტიკა მე კარგად მესმის. ძალიან კარგად მესმის. ცოტა მესმის. ამიტომ ჭკვიანურად ბედნიერად აკეთებთ ყველაფერს და იმედი მაქვს, რომ კიდევ ასე გაგრძელდება და ასე იქნება. მადლობა დიდი მერაბის ჩემო ხანაკ. რომ ქართველ ებრაელს ასე უდიღარ შემოგარგოთ გვერდში. საქმეს აკეთებ შესაც ძალიან მაღალ დონეზე. ნუ ბევრ რამეს ვაკეთებთ, ჩვენი ორგანიზაცია ბევრ რამეს ვაკეთებთ საქართველოში. ბატონი მიხო მირელაშვილის მეთაურობით და ჩემი გვერდში ამოდგომით ბევრ რამე კეთდება და საქართველოში თუ გარეთ, მაგრამ მე ამას იმიტომ ვნიშნავ, რომ ვიცოდეთ, შვენიერი ძლიერია, ვიყავით, ვართ, ვიქნებით და ვარსებო და ვიარსებებთ. ბევრი წამოდგა ჩვენზე, ამ ბოლო დროსაც კატასტროფა იყო ისრაელში. მოულოდნელად, მე კიდევ ამას ვამბობ ღიად, ყველგან ტელევიზორში ვთქვით, რამოდენი დღეების წინეთ, რომ შეთვის გაუგებარია, როგორ მოხდა ასეთი უბედურობა, რაც ჩვენ დეგმეცა თავზე ოქტომბერში. ძალიან გაუგებარია ჩემთვის, იმიტომ ძალიან კარგად იცი მოსადი როგორ მუშაობს, შაბაქი როგორ მუშაობს და ბუსი ვერ გაფრინდება ისრაელში, თუ ვინმე სარყავს ნახული, არ არსებობს და რაღაცაშია საქმე, ხო? ამას გამოიციებენ. მაგრამ ისრაელმა 7 სხვადასხვა ფრონტზე ყველამწერი მაინც დაამარცხა. ხედავთ, თქვენი თვალით რა ხდება. აქედან დავროცა შესაძლებელი მეგობარს, ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეტანიაჰუს, რომ გამარჯვება. მაგრამ აქედან თხოვ მას, რაც მე მიწერე ბატონ ტრამპს ჩემ წერილში ის გამარჯვების დროს. მეგობარო, ასე უწერავი და მეგობრები ვართ, მაგრამ 20-25 წლის წინეთ გავიცანით ერთმანეთი, როგორც ბიზნესმენი კაცი გავიცანი. და მაშინ როგორც მეგობარი უწერავ ასე, ღმერთმა ძმა ორი თვალი მოგცა. თხოვნა მექნება მარჯვენა თვალით ისრაელს გადახედე. მარცხენა თვალი ღმერთის მონაკვეთი 64 სადაც დავიბადე, სადაც ბგერა პირველი სიტყვა ამოვიღე. დედის ენა საქართველო. საქართველოს მიმიხედე.
ბატონო ჩემო მეგობარო პრემიერ მე მოგმართეთ ეს ბატონ ბიზნესთან ლაპარაკი მქონდა მასე და 2 წლის წინ ამ ადგილზე ვთქვი გავუათმილეთ ჩვენ ხალხს საქართველოში აღება ხელახლად პასპორტების მოქალაქეობის ძალიან ბევრი ხალხი თხოვილობს და ძალიან დიდი ძალა იქნება თუ ჭკუა ისრაელიდან ცოტა იქ დარჩებიან საცხოვრებლად მაგრამ ცოტა აქედაც გადმოვიდეს იჭკუა ქვეყანა რომელიც 77 წლის წინ უდაბნო იყო აყვავდა ხედავთ აიტეკ ისრაელში რას მიაღწევს სოფლიო როგორ ხედავს 2 წელი ბრძოლა მერაბ და ისრაელის ეკონომიკა პირიქით მაგრდება დოლარი დაბალი შეკელი მაგარი გამაგებინე ასეთი რამე გინახავთ აი იმერს გაუმარჯოს მარადიულერს რომლებსაც წამოადგა ბევრი მტერი სოფლიოში მაგრამ ჩვენმა სულმა დაკვეთება ღმერთის სიყვარულმა გაგვაცლებინა ცოტა ვიყავით მაგრამ მრავლები რწმენით პატარა ვიყავით დიდები ღმერთთან კავშირით და მოდით საქართველოს და ისრაელს გაუმარჯოს შემახსენა ერთი 5-7 ნათქვამი მაქვს რომ ახალი არჩევნები რომ მე სტუმრებთან მოწვეულთა ბოდის ვიხდი ეს უბრალოდ ებრაელების თემაა მაგრამ ხალხი ერთ კურსში შეუშვეს და მეორეში ატარებს კიდევ კატეგორიულად მომთხოვ რომ თბილისის სინაგოგის ახალი თავმჯდომარე აირჩიოს ამას ებრაელებო თქვენ გეუბნებით ნუ წაუყურებთ ძალიან გყავთ მოგესალმებით ყველას, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს პატივცემულ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს კახი კალაძეს, უკვე პირველი წელი არ ახარ ჩვენგან, მრავალ წინა წლებშიც მოგზავნით და დაგვაფასეთ. მივესალმები პარლამენტის ყველა წევრს, დიპლომატიურ კორპუსს. დიდი მადლობა რაბი იაკოვ გაგულაშვილს ქართველი ებრაელების მთავარი რაბინს, რომელიც მიუხედავად ჯანმრთელობისა, მაინც ჩამოგზავნდა, ამხელა გზა გამოიარა და უსურვებ რომ ღმერთმა აი ჯანმრთელობა მისცეს, სიძლიერე მისცეს და მისი თავი ბევრი წელი ღმერთმა არ მოგვიშალოს. აგრეთვე დღევანდელ დღეს, როგორც ყველამ ვიცით, ეს არის სიხარულის დღე, ხანუქის დღე, გამარჯვების დღე, სიკეთის გამარჯვების სიბოროტეზე, შუქის გამარჯვების წყვდიადზე და ამ დღეს მთელ სოფლიოში, ყველა სინაგოგაში, ყველა ებრაელურ ოჯახში ინთება ხანუქის სანთლები და დღევანდელ დღეს ჩვენ ვიმყოფებით სინაგოგა არის როგორც პატარა ტაძარი ღმერთის სახლში და ამ დღეს ჩვენ ღმერთს მადლობას ვუხდით რომ გაუკეთა ჩვენ მამებს სასწაული იმ პერიოდში ამ დროს ჩვენ გამოვხატავთ მადლიერების გრძნობას ღმერთის მიმართ და ვახსოვს ის ყველა სიკეთე რაც უფალმა გაუკეთა ჩვენ ერთს და საერთოდ რასაც ღმერთი აკეთებს მთელი კაცობრიობისთვის საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება ეს არის რომ ადამიანი იყოს მადლიერი გინდა ადამიანის მიმართ, გინდა ღმერთის მიმართ. და ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ვიყოთ მადლიერი და დავემსგავსოთ უფალს, როგორც ღმერთი ბრძანდება სიკეთე, ჩვენც ვაკეთოთ სიკეთე ცხოვრებაში, რადგანაც ყველამ ვიცით არის გამოთქვა, რასაც დათესავ, იმას მოიმგი. ღმერთმა ყველას ბევრი სიკეთე გაგვეკეთებინოს. მეფე სოლომონმა ბრძანა, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ამაოება, ყველაფერი დროებითია, ყველაფერი ჩაივლის. ერთადერთი რაც შერჩება ადამიანს, ეს არის ის სიკეთე, რაც დათესა და ის სახელი, რაც დატოვა. ამიტომ ჩვენც სიკეთე გვეკეთებინოს
და უფლისაგანაც სამაგიეროდ ყველა ჩვენთაგანი სიკეთეს მივიღებთ. მინდა ყველა დაგლოცოთ, მადლობა მოგიხადოთ კიდევ ერთხელ დაფასებისთვის და მინდა გისურვოთ, რომ ამ სანთლის ანთებით ყველა თქვენი გულის წადილი, ვისაც რაში სჭირდებოდეს შველა ღმერთისაგან, ღმერთმა ყველა დაგლოცოს, გამოგიგზავნოს შველა საქართველოში, ისრაელში და მთელ მსოფლიოში ყოფილიყოს მშვიდობა, ყველა ქვეყნის ხელმძღვანელს დამჩენმა იმდენი სიბრძნე მისცეს და ისე გაუნათოს შუაგონება, რომ დამყარებულიყოს მთელ მსოფლიოში მშვიდობა, სიყვარული და ყველა ყოფილიყავით წარმატებულები. მინდა მოვიწვიო სანთლის თითქმის გამოსვლისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატივცემული ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით რაბინებს, მოგესალმებით ისრაელის საქართველოში, მოგესალმებით ჩემს კოლეგებს, დედაქალაქის მერს, მინისტრებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, სახალხო დამცველს, ელჩებს და რასტოვარია მოგესალმებით ჩვენს ებრაელ ძმებს და დებს. მე მიხარია რომ ეს ტრადიცია, არაჩვეულებრივი ტრადიცია გრძელდება და ჩვენ ქართველები ებრაელებთან ერთად ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომელიც ხანუქასთან არის დაკავშირებული. როგორც არაერთხელ აღინიშნა დღეს, ეს არის სიგეთის პოროტებაზე გამარჯვების დღესასწაული და ეს არის სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული. და დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი თანაცხოვრების და არა მარტო თანაცხოვრების, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის 26 საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს. ეს არის უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც ალბათ მსოფლიოში ანალოგია არ აქვს. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს, შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენი ვალია მათ წინაშე, ჩვენი ვალია ჩვენი ხალხების წინაშე, რომ გაუფრთხილდეთ ამ განსაკუთრებულ მემკვიდრეობას და იმ განსაკუთრებულ სიყვარულს, რომელიც უთევს ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ამასანიან უფრთხილდებით და რა თქმა უნდა მომავალშიც ძალიან გაუფრთხილდებით. და მოხარული ვარ, რომ დღეს ამ არაჩვეულებრივ ტრადიციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მექნება. დღეს დამთავრებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს. და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება დღევანდელ დღეს კაცობრიობას, ადამიანებს ჭირდებათ მეტი სიტყვა გულებში, მეტი სიყვარული და ეს მინდა გისურვოთ თითოეულ თქვენგანს, მეტი სიყვარული, მეტი სიკეთე მინდა გისურვოთ თითოეულ თქვენგანს, მინდა რომ თქვენ გულებს ათბობდეს სიყვარული და მინდა სიტყვა, სიყვარული და კეთილდღეობა უსურვო ისრაელს და ებრაელ ხალხს. კიდევ ერთხელ გენაცვალ ხალხს. ברוך אתה אדוני אלוהינו מלך העולם אשר קידשנו במצוותיו וציוונו להדליק נר חנוכה. ברוך אתה אדוני אלוהינו מלך העולם שעשה ניסים לאבותינו בימים ההם בזמן הזה. ברוך אתה אדוני אלוהינו מלך העולם שהחיינו וקיימנו והגיענו לזמן הזה. הנרות הללו אנו מדליקים על הניסים ועל הפולגן ועל הגבורות ועל התשעות ועל הנפלאות ועל הנחמות שעשית לאבותינו בימים ההם בזמן הזה על ידי כהניך הקדושים וכל 8 ימי חנוכה הנרות הללו קודש הם ואין לנו רשות להשתמש בהם אלא לראותם בלבד כדי להודות לשמך על ניסיך ועל נפלאותיך ועל ישועתך.
მიზმორშիր ხანუკა დავაიდლე დავით არომიმ ხადონაი გიდილითანი ველოსინატა ვაილი Adonai loashi vatelecha vatirbaeni Adonai damishona shividani miaredibor Zamerul Adonai chasida veodole zecher gocho Kirega ve'avochaim irzono Va'ere ve'alim ve'chim el abogerina Vani amarti be'shalvi balemod leolam Adonai birzonecha im adale areli ozis dadet vani raiti Elech Adonai egra vel Adonai itchanan Ma betza bedami beridel shachat ayodecha varagid amitecha Shema Adonai vechoneni Adonai heye uzeli Havadam izbedin emavoli bidada sagi vadazreni simcha Leman izamecha chavod velo edom Adonai Elohai leolam odekam წეღავ თქვი რომ ჯერ სანამ ბატონი მაირაკლი მახსენა ჩვენი ტრადიციები და ზუსტად რომ არა ჩვენი რელიგიური ტრადიციები ამ კეთილგარეშე ჩვენ ისე ასიმილირებას გავიცით თუ საერთოდ დავკარგავდით ეროვნებას და სწორედ ამ რაბინების დამსახურება წინასწლების წინასწლებში მოღვაწე რაბინების დამსახურება რომ ჩვენ ეს წესები შეგვინარჩუნეს და ჩვენ გვახსოვს რა ეროვნების ადამიანები ვართ თორე მადლობა საქართველოს მადლობა ქართულ ხალხს მაგრამ მაინც ყველა უნდა დარჩეს იმათ როგორც დაიბადა და როგორც ერთისგან არის ნებული ეხლა მინდა ერთი სიურპრიზი შემოგთავაზო წეღავ თქვი რაბი აკობს უბრალოდ რაბინობას მიყვართ თორე ალბათ პოლიტიკაში ამას ვერ გააჩერებდა მაგრამ ხან მეუბნები ხოლმე პოლიტიკაზე ნაკლები რაბი აკობს პოლიტიკაზე ნაკლები მაგრამ ეხლა ბოლო ხანებში ახალ სპეციფიკას ახალ ხელობას მოყვა ხელი და მოусმინეთ ახლა სიმღერას სადაც ასრულებენ ბატონი გიორგი გირიგაშვილი და ბატონი რაბი იაკობ გაგულაშვილი და ზოგნი მზისა ეს ამბავი კი ისტორია უმხსოვარი დროიდან ძმისა ეს მობა არის ორი ერისა ქართველისა და ებრაელისა და წაწყენა ჩვენი კეთილგონიერისა ვით პოვა მას მარად გადარჩენა ელისა ისმინეთ სიტყვა ყველა მათი ღმერთისა და ერთად ვადიდოთ სახელი ორი დღეებისა და ორთობი იქნებე დავითებისა წმენდის თანქმელთა ზღვაში მტევისა და ორი ღირსები მცველნი ქვეყნისა და ასრულებელი თვითშემოქმედის ნებისა ცოცხალი ბაზის და ზეთის ხილის ფესვისა შევსვაცას მისი ორი ვებისა Suli
ესმობა არის ორი ერისა ქართველისა და ისრაელისა ამასაკის გასმა რეპი დაიწყო უკვე და მალე ალბათ საქმესაც ატოერაკლი აი წელიწადში ერთხელ როა გონიზებები რაღაცები ვერ დავხვეცა შეჯერები და საჩუქარი მიდოდა თვითონ გამომეცა იერუსალიმის ანუ ყველა რელიგიური ის ჩანს ეს არის მე იერუსალიმი რა თქმა უნდა მიყვარს იერუსალიმი მაგრამ აი ამ ჩვენ უბანს ვეძახი პატარა იერუსალიმის მინდა ეს გამოგჩეთ ეხლა წესია რომ ყველა ებრაელი თავის ოჯახს დაუბრუნდეს და ოჯახში ავართოთ სანთლები. ამიტომ ღონისძიება დამთავრებულია და მადლობა მობრძანებისათვის, მადლობა გვერდზე დგომისათვის და მინდა სიკეთე გისურვოთ სულ